ამაშია ხო ეხა ჩვენ პრობლემას ზუსტად უნდა შევხედოთ ხო ობიექტურად ეხა არც იმაზე მსჯელობა რომ ეხა მოკლეს თუ თავში კლავდა თუ ასშემდეგ და ესე ამას უნდა გავანებოთ თავი ხო იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში ბუნებრივია რომ ბრალდებული ხო ბრალდებული ეჭვმიტანილი არის ხელისუფალი იმიტომ რომ თუ ჩვენ სხვა მხარეებზე ვისაუბრებთ ხო არასახელისუფლებო მხარეებიდან რიჟოძის მიმართ ბრალდებები წლების განმავლობაში ისმოდა ხო მაგრამ ის ამას არათუ არ ეპუებოდა აქეთ ლანძღავდა ყველას ხო და ძალიან ვაჟკაცურათაც ეჭირა თავი ერთადერთი რასაც შეეძლო ის ესეთ მძიმე შედეგამდე მიიყვანა ეს იყო ხელისუფლების მხრიდან პრეტენზიების აღება რას ნიშნავს ხელისუფლების მხრიდან პრეტენზიები ნორმალურ ქვეყანაში, ხო? ხელისუფლებას, როდესაც ეჭვი ეპარება ვინმეზე, რომ ის ან კორუფციაშია, ან რაღაც არალეგალურ ბიზნესშია გახვეული, უნდა წარუდგინოს ხელისუფლებამ შესაბამისი ბრალდება, უნდა დაიწყოს საქმის წარმოება, რომელიც უნდა დამთავრდეს სასამართლო პროცესით და ესე რომ ვთქვათ, მისი აღგამართლებით ან დაპატიმრებით, ხო? და აქ არანაირი საქმე არ არის აღძრული. რიჟვაძეზე. არც მასზე, არც მამამისზე, რომელზეც ასევე მსმენია, რომ იყო პრეტენზიები. ესე იგი, ხელისუფლება აწარმოებს კრიმინალურ გარჩევას და მე ამაზე თქვენთან მithქვამს არაერთხელ, რომ ფაქტობრივად ტოტალური კრიმინალიზაცია მოხდა ხელისუფლების, ხო? თავი გავანებოთ ავტორიტარიზმს და იმას და ამას, ხო? კრიმინალიზაცია ფაქტობრივად აი ქურდები რომ გაწეწვას უპირებენ ვიღაცას რომ ვალები გაქვს ბიჭო და მოიტანე და რაღაცა ხო და აი დაახლოებით ეს ისტორია ანუ ეს არის ხელისუფლება ფაქტობრივად სავარაუდოდ აწარმოებს ქურდულ გარჩევას რიჟვაძესთან და ნუ ვერაიტანა რა ეხა რა ვერაიტანა იმიტომ რომ ეხა ძნელია ასეთ ქურდული გარჩევები და დაკაჩავებით უხდებათ მათ ეს რუსული ჟარგონი ხო დაკაჩავების გაძლება სუსტი ადამიანისთვის ძნელია და ვერ გაუძლო ამ ადამიანმა რა შეიძლება ერთ-ერთი ვერსია ეს არის ეხა ის რომ ეს ხელისუფლება არ არის თუ არის ეს ხო სისულელეა ეხა ხელისუფლების გარდა არ არსებობს დედამიწის ზურგზე მხარე რომელსაც შეეძლო რიჟვაძის თვითმკვლელობამდე მიყვანა ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფიგურანტის რომელიც სამწუხაროდ კიდე გამოჩნდება და არაერთი ხო ჩვენ დიდ სურათში რო შევხედოთ ხო აი რომეოს და ჯულიეტას რომეოს და ფულის სიყვარულის ესე რომ ვთქვათ ნემას რა ქვია ისტორიულ იმას უпростоრეთ ისტორიას რო თავი გავანებოთ ხო ჩვენ ვიცით იგივე აი ოხანაშვილის განცხადებას შეგახსენებთ როდესაც პირდაპირ მინიშნებებით მუქარა იყო ლილუაშვილის მისამართით, ხო? იგივე, ნუ მე გომელაურზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრი ადამიანია ამ ორბიტაზე, რომლებსაც სავარაუდოდ, აი ამ რიტორიკიდან უნდა გავაკეთოთ დასკვნა, სავარაუდოდ შეუთვალეს თუ ვინ რამდენი უნდა მოიტანოს. ხო და სად უნდა მოიტანოს არის ბატონ გია, საინტერესოა სად უნდა მიიტანონ? როცა ოფიციალური საქმე არ არის, ოფიციალური ბრალდება ერთხანხა არ მიდის ბიუჯეტში. აი, ბიძინას თამაში როგორია, ნახეთ. ბიძინა აი მართველი ხო, ჭკვიანი მართველი. ხო, ჭკვიანი, ნუ ეხა საკმარისად ჭკვიანი ხო, რომელსაც უნდა რაღაც სიკეთეები ნახოს, მაგრამ კორუფციაში არ იყო შემჩნეული, ხო? როგორ უნდა მოიქცეს ის? უნდა მოიქცეს ესე, უნდა შემოიკრიბოს ირგვლივ ხარბი ადამიანები და მიუშვას იალაღებზე რა. ეს შეუქმნას ილუზია დაუსჯელობის და ეს ხარბი ადამიანები განსაკუთრებით ეფექტურები არიან, როდესაც გონიათ რომ საკუთარი თავისთვის შოულობენ ამ ფულს, ხო? და მიდიან ბოლომდე რა. აი ესე შემოიკრიბა ბიძინამ ეს ხარბი ადამიანები, მე გაგახსენებთ მე თქვენთან მოყვეული მაქვს წიგნშიც მიწერია, როდესაც მე მას 2013 წელს მივუთითე ერთ-ერთ კორუფციის ფაქტზე, ერთ-ერთ ჩინოვნიკზე, რომელიც დღესაც ესე რომ ვთქვათ ეს იმაზედებს თავს, ხო, და მაღალ თანამდებობაზეა, როდესაც მივუთითე, მან მითხრა დაწნარდიო რა, რატო ნერვიულობ ოპოზიციაში ვიყავით, მაშინ არ ნერვიულობდიო, ინტერეს ჯგუფები იქნება, აბა რა იქნება.
მიუშვა ეს ხალხი, აშოვნიშნა დიდი ფული და ეხლა დადგა პარშვის დრო. ანუ ეს ადამიანები მისთვის არიან ერთგვარი ცხვრის ფარა, ხო, რომელსაც მწყემსი მიუშვებს იალაღებზე იქ კარგად გამოაძღობს, ხო, კარგად ჩაკურადება, კარგი მატყლი მოვა და მერე იწყება მათი პარშვა. აი ეს ჩაატარა ბიძინამ და ეხა ქურდი ხო, ქურდი არ არის. ცხონდაო გამოთქმა ასეთი. ეხა ამათ ყველას გაპარსავს. ხო და ბიძინაზე ხო ვერავინ ვერ იტყვის რომ კორუფციაშია გახვეული. თვითონ ხო არ მოუპარია ეს ფული. ქურდებს საართვა. აი ეს არის ეს. საერთოდ და საწაიღოთ ხო კითხეთ. ბიჭო, საწაიღებს ეხა პარტიაში? ეხა პარტიაში რატო წაიღებს ბიძინა ეხა რა? პარტიას აქვს თავის ბიუჯეტი, კი ბატონო. სახში წაიღებს, აკლია ფული. ბიჭო, შემოაკლდა ამ ბოლო დროს ხო ხედავთ არა, რომ ეს პრობლემა მას სერიოზულად აწუხებს, რომ რაღაცა ეს არ არის ნახა რა და კიდე რა ზარალი ელოდება წინ არ იცის და შესაბამისად ეხა ბეგელი რომ იცლება მე ის უნდა შეავსო ხო მატყლი და პარსავს რა ეს ცხრები უნდა გაპარსოს მე ამ ცხრებს ახალი ცხრები ჩაანაცვლებს ხო ის ცხრები მე ისინი დაძღებიან ისინი და მე იმათ გაპარსავს და ესე უნდა ცხრების გატარება ამ კაცს რა ესენი ბიზნესიც ესეა თქვენ რა გონიათ ქართული ბიზნესი ხო უდიდესი ნაწილი მე ხა ყველაზე არ ვიტყვი ხო არიან ადამიანები რომლებსაც მე დღემდე პატივს ვცემ ხო ბიზნესში და სერიოზული ბიზნესი და ნამდვილად წესიერად აშენებული მაგრამ ძირითადად ჩვენი ბიზნეს ეგრეთ წოდებული ელიტა ეს რა ხალხი იგივე ცხრები არიან ჩვენთან ხო ნომენკლატურული კაპიტალიზმია დამკვიდრებული სადაც ხელისუფალი არის ბიზნესების დირექტორი და ეს ბიზნესმენები კლასიკური გაგებით ხო ბიზნესმენები არ არიან ისინი ფულს შოულობენ ხელისუფლების ხელშეწყობით და მე ედგება ეტაპი როდესაც უნდა მიიტანონ ხოლო თუ ამ ხრივ შეფერხება აქვს რაღაცები ხდება ისეთი რომ ასე ვთქვათ პირდაპირი ანალოგია არ მინდა ეხა რა და რაღაც ისა მაგრამ გარკვეულწილად აი რამიშვილის кейსიც რო ავიღოთ ხო დიახ რამიშვილი რატო აიყვანეს თქვენი აზრით რატო აიყვანეს იმასაც ან მას თხოვენ რაღაცას ან მასთან ვინმე აფილირებულ ადამიანს ვერ წვდებიან და ბოლოს კანონი რომ მიიღეს შეგახსენებთ რომ ესე რომ ვთქვათ ქონების ამოღება თუ ვინმეს ეკონომიკური დანაშაული აქვს ჩადენილი მისი წრიდან სხვა ადამიანებისგანაც შეიძლება იცით ხო ნუ იცით რა თქმა უნდა აგრებში მიიღეს ეს და რატომ მიიღეს ეს ბაჩიაშვილისთვის არ მიუღიათ როგორც ლაპარაკობდნენ იმიტომ რომ ეხა არასერიოზულია იქ იმხელა დავაა რომ მის საახლობლო წრეს იმხელა ქონება საქართველოში არ აქვს მაგრამ გიორგი რამიშვილს აქვს ძალიან დიდი ქონება და თუ ვინმე მასთან აფილირებულთან აქვს პრეტენზიები და ის სადმე სხვა ქვეყანაშია გადახვეწილი და იმას ვერ წვდებიან როგორ გონიათ შესაძლებელია თუ არა რომ საქმე საკითხი ესე იდგას ეხა რომ აი ამისგან ამოვიდეთ ხო? და ამის გამო ეხლა ვინმეს ჯერა მართლა რომ იმას რა ქვია გიორგი რამიშვილს ესეთ გამოცდილ ადამიანს ხო? ესეთ გამოცდილ ადამიანს შემთხვევით იარაღი აეროპორტში გაყვა? მაგრამ ის არ იტყვის რომ იარაღი ჩამიდესო რა თქმა უნდა ის მოლაპარაკებებს აწარმოებს და აეროპორტში ჩემოდანში იარაღის ჩადება ეს თქვათ გასვლის დროს ანუ ეს შეიძლება ტექნიკურად მოხერხებადი იყოს შეიძლება საერთოდ იარაღი არც ყოფილა კაცო უბრალოდ გიორგი რამიშვილი იმ წონის ადამიანია რომ ის ხوار დაიწყებს ახლა ლაპარაკს რომ მე იარაღი ჩამიდეს და ეს არ არის მისი ამბავი ხო ის აწარმოებს ახლა მოლაპარაკებების პროცესში კონფრონტაცია არ არის სასარგებლო ხო? კი ბატონო, ახლა კი გამოუშვეს გირაოთი, მაგრამ საქმე არ იხსნება და 7 წლამდე მუხლი დაკიდებულია მასზე. ფარცხალაძესთან რამიშვილის მეჯვარეობა, რაღაც კონტაქტებზე არის ინფორმაცია. კი ბატონო, მე მსმენი ამის შესახებ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, ხო, ეს ყველაფერი ვერსიებია. მე რაც გითხარით, ესეც ვერსიაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ თუ დიდ სურათს შევხედავთ რიჟვაძე, ხო, რომეოს ფულის სიყვარულის ისტორია, ხო, ეხა ეს და კიდე მრავალი სხვა დაკიდებული საქმეები, იგივე და მუქარები ახალი სუსის უფროსის, ძველი სუსის უფროსის მიმართ.
ეს ანრი ოხანაშვილის მინიშნებაც ნიშნავს, რომ იქ ლილუაშვილს თავზე ღრუბლებია თუ რამეს არ მოიტანს? რა თქმა უნდა, ცხრების პარსვის დრო დადგა. და ეს სცენარი და რეჟისორი ბუნებრივია ერთი ადამიანია, ხო, ეხლა მის გარდა ვერ იქნება რა. ხო და ეს არის შოკოლადშია თან რა. როცა კობახიძე ამბობს, რომ ეხლა ის გადაწყობას სახელმწიფო ვერტიკალში, სხვადასხვა რგოლებში, მხოლოდ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი და პირველ ადგილზე კეთილსინდისიერება, ეს ნიშნავს, რომ ახალი ცხრების ფარა საძოვარზე არ გავა, თუ ეს არის რაღაცნაირი ესე ვთქვათ, რეალობის ფასადი. რა პროფესიონალიზმზე ლაპარაკობთ დიანა, ხო? ერთადერთი კრიტერიუმი არსებობს, ეს არის პოლიტიკური ლოიალობა. რა პროფესიონალიზმზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელმაც ესე რომ ვთქვათ, ცეცხლითა და მახვილი დაგვინიშნა ყაველაშვილი, ხო? რა პროფესიონალიზმზე ლაპარაკობს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი აბსოლუტურად გაუგებარი ადამიანი ხავს, ხო? რომელიც 15 ჯერ შეხვდა მარტო უნგრეთის იმას, რა ქვია, ელჩს, ხო? ვინც ხვდება, იმას ხვდებიან. ანუ ამ ლოგიკით ალბათ. ხო და აი საერთოდ რა პროფესიონალიზმზე ლაპარაკობთ? ერთადერთი კრიტერიუმი არის არათუ პოლიტიკური ლოიალობა, არამედ პოლიტიკური აქტივისტობა. ლოიალობაც აღარ არის საკმარისი, უკვე იმ ეტაპზე არიან. აი ეს არის მეტი არაფერი არ ხდება, ხო? და ეხა და რა თქმა უნდა, აი ამ პარსვით პოლიტიკურ დივიდენდსაც იღებენ წინასაარჩევნოდ. რატომ? იმიტომ რომ ამას ეხა მოგაჩვენებენ, რომ ეს არის კორუფციასთან ბრძოლა და როდესაც ხალხს პულს არ აძლევს წინასაარჩევნოდ სანახაობის მიცემა 1-2 კორუფციასთან ბრძოლა თითქოს სახელმწიფო ვერტიკალის გადარეფრეშება, გადახალისება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის, ანუ ორ კურდღელს მისდევს დღეს ხელისუფალი რა. ხო და ეხლა თუ ჩვენ ესე პირდაღებულები უყურეთ და ერთმანეთს ხელში ვწვდით ყოველ იმაზე, რა თქმა უნდა, ორივე კურდღელს დაიჭერს. მაგრამ რა შეიძლება ქნას აქეთ ფლანგმა, ვთქვათ, ცვლილებების მოსურნე ფლანგმა, რომ ხელისუფლებამ კურდღლების 2-ის და 5-ის დაჭერა ვერ მოახერხოს. ნუ ეხა ეს გრძელი საუბარია დიანა, ხო? ეხა ჩვენ ვიცით რომ აქ ემოციები ჭარბობენ, ხო? ეხა ეს თქო ოპოზიციურ ფლანგზე და პროტესტის ფლანგზე ძალიან დილემურ თემას მივადექით ეხლა. პირველ რიგში მე ყველას ვთხოვ, ხო? ეხა ორივე მხარეებმა უნდა სცენ ერთმანეთს პატივი, ხო? და აი ეს დისკუსია და ეს ყელყელაობა უნდა გადაიტანონ კულისებში. არ შეიძლება, იმიტომ რომ ერთიანობა, ხო, ერთიანი გეგმა, ერთიანი სტრატეგია არის აუცილებელი ელემენტი და თუ ერთიანი სტრატეგია თითქმის გამორიცხულია ბატონ გია. სახედავთ ეხლა ამის შანსს. დიდი ბოდიში, აი ბოლომდე და თუ ერთიან სტრატეგიაზე ვერ თანხმდებიან, კულისებს მიღმა უნდა მოილაპარაკონ, რომ აი ეს ორი სხვადასხვა გზა რა დროს და რა ფორმით უნდა შეეცვლოს. სად იქნება ეს კულისები, იმიტომ რომ ისეთი ტიპის ბრალდებები ისმის და ისეთი ტიპის ურთიერთობების ყველა. კი, გასაგებია, ხო ეხა ნუ არ ვიცი ეხა ეს ცოტა დიდი თემაა. თითქოს ესეც კურდღლებია, ისეთი ამბავი ხდება, რომ კურდღლებად იქცნენ, რომელიც ხელისუფლებამ უნდა დაიჭიროს. ძირითადად ეხა აი ბოიკოტის მომხრეები აქტიურობენ. მე პირველ რიგში ვიტყვი, რომ მორალურად, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია, ბოიკოტის პოზიცია არის სწორი პოზიცია, მორალურ ასპექტს თუ ავიღებთ, ხო? და რაში თანმიმდევრული შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ თანმიმდევრული არის. კი ბატონო, მორალურად, მაგრამ თანმიმდევრული თანმიმდევრულიც იყოს, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, მორალი არის ფუნდამენტური, რაზეც დგას ყველაფერი, ხო? მორალური უნდა იყოს პოლიტიკა, მაგრამ მუშაობს პოლიტიკაში მხოლოდ კომბინაცია მორალის და რაციოს. გონივრულობის. რა თქმა უნდა, რაციოს გარეშე მარტო მორალური პედესტალიდან რაღაცების ლაპარაკი და რაღაც ილუზორული გეგმების დასახვა, რომ რაღაცა ჩვენ 4 ოქტომბერს გამოვალთ, ესე რომ ვთქვათ, იმას ვაჩვენებთ, ვერაფერს ვერ აჩვენებენ, აქამდე რამდენჯერ მოუწოდეს, ვინ გამოვიდა. არ გამოვა ეს ხალხი ესე რა. ეს არის ილუზია, ყალბ ილუზიას ქმნიან, რომ რაღაცის ორგანიზებას გააკეთებენ და საყოველთაო დაუმორჩილებენ. ნახოთ. აი ხალხო,
თუ საყოველთაო დაუმორჩილებლობა ვინმე შეგიძლიათ ეგერ შარშან ოქტომბერში გაყავდა არჩევნები და ცხელი იყო ახალი ჩადენილი იყო დანაშაული გააკეთეთ ვერ გააკეთეთ და რატო ქმნით ეხა ილუზიას რომ 4 ოქტომბერს გააკეთებთ ამას ვერ გააკეთებთ პირიქით თქვენ დღეს უფრო სუსტები ხართ ვიდრე მაშინ იყავით ეს იცოდეთ ამიტომ ყავ ილუზიებს ადამიანებს ნუ უქმნით რა ნუ უქმნით და რაღაც რეალიზმთან ახლოს მიდით რომ როგორ დაამარცხა სამიზნე დელეგიტიმაცია კი არ არის ბიძინას დაზიანება კი არ არის ამოცანა ხელისუფლების ცვლილება ეს არის ამოცანა ბიძინა რაც უფრო დაზიანდება უფრო აგრესიული იქნება თუ ვერ წააქციე კი ბატონო, გეთანხმებით ამ ფორმულირებაში, რომ ყველა მცდელობა არაღიარების, არალეგიტიმურობის და მისი დასანქცირების ისევ საზოგადოებას შემოუბრუნდა გააგრესიულებული რეპრესიული წნეხით. ძალიან დიდი მადლობა.